მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის თავისუფალი პოდკასტი თავისუფალი ადამიანებისთვის, ეს არის ნებას პოდკასტი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც ქვია მიჯაჭვულობა. და დღეს პოდკასტს წავიყვანთ, ამ პოდკასტს წავიყვანთ მოგშა ფეიქარი, სისტემური განლაგების სპეციალისტი, თამას ტუღუში, სარეაბილიტაციო ცენტრ ნებას დამფუძნებელი და მე ნიკა წერეთელი უბრალოდ მოვკვდავი. თერაპიული პროცესის ხელმძღვანელს არ იმახსოვრე, ხო? თერაპიული პროცესის ხელმძღვანელიც იყოს. არ არის ეს პრობლემა, თავარი ეს არ არის. თავარია რაზე ვილაპარაკებთ დღეს. სხვათა შორის დღეს ჩაი დავდგით და ჩაის თემაზე ვნახოთ, როგორი იქნება მიჯაჭვობის თემა. ლეკონოს რო გამაკეთებთ, კარგი ჩაია, ახმადია. მოკლედ, არაფერს არ ვჭრით და მოდით დავიწყოთ პირდაპირ, ანუ ყოველგვარი მოკვების გარეშე და შესავლების გარეშე პირველი შეკითხვა მაქვს, რატომ გვეშინიათ ადამიანებს თავისუფლების? იმიტომ რომ ეს პასუხისგებლობასთან არის დაკავშირებული. თავისუფლებას ჩემებურად კიდე რაღაცას გამარტებას მივცემ, ისეთი დიდი თემა არის, ხო, თავისუფლება. მაგრამ ასე დავყოფდი რა თავისუფლება არის რაღაცისგან გავთავისუფლდე ის პირველი საფეხური ამისთვის და თუ მან ჩავრჩი რომ რაღაცისგან გავთავისუფლდე უნდა ხო ეს არის უბრალოდ ერთი ასპექტი ნეგატიური ასპექტი თავისუფლების მეორე ასპექტი არის თავისუფლება რაღაცისთვის რისთვის მჭირდება რომ თავისუფალი ვიყო ეგ თუ არ ვიცი მას მხოლოდ თავისუფალი რაღაცისგან ვიქნები და ეს დილემა უკვე რა იმიტომ რომ მხოლოდ რაღაცისგან გავთავისუფლდა, რისთვის გავთავისუფლდი ეს მეორე მხარე არ მაქვს, ხო? ამიტომ მთლიანადაა დასანახი ეს თავისუფლება რაღაცისგან და რაღაცისთვის. და ორივე თუ მაქვს, მაშინ ვიცი უკვე რა არის თავისუფლება. მაგალითად გავთავისუფლდი რაღაც კონდიციებისგან, განპირობებებისგან, რაც ხელს მიშლის ინტროექტებისგან, ასე ვთქვათ, მაგრამ რისთვის გავთავისუფლდი იმისთვის, რომ შევძლო დაკონტაქტება, გაზიარება. თვითგამოხატვა და ასე შემდეგ, ხო, ეს ორივე ასპექტი არის. დამოკიდებულებისგანაც განთავისუფლდი, ნარკოდამოკიდებულებისგან. ხო, მაგრამ რისთვის განთავისუფლდი? ხო. ესეც აქ ხო რა და რატო არ თავისუფლდები, იმიტომ რომ რისთვისაც მეშინია შეიძლება, ხო, ანუ შეიძლება ის დიდი სურათი იყოს, რომ ამისგან გავთავისუფლდება, სინოდლეში კი არა, შიში არის მერე რა ხდება. რისთვის უნდა მქონდეს ეს თავისუფლება და მაგისთვის ბრძაობა არ მქონდეს, ხო, ამიტომაც რჩება ეს მიჯაჭვულობად, ხო. ნარკოდამოკიდებულსაც ხო არ გააჩნია თავისუფლება. თავისუფლების მეშემებული აღქმა მაქვს, თავისუფლება ჩემთვის ეს არის რაღაცის კონტროლი რომ მაქვს იმაზე, რა ძალებიც მე მომძრავებენ, რაღაცები მე მაკონტროლებენ და აი მაგაზე კონტროლი რომ მაქვს რა. ანუ რაღაცის გაკეთება მინდა, მაგრამ აი ამ მინდაზე მაღვაროვდგები. აი ეს არის ჩემთვის თავისუფლება რა. სადაც არჩევანი ჩნდება, ჩემთვის იქ ჩნდება თავისუფლება რა. სადაც არჩევანი არ მაქვს, მე თავისუფალი არ ვარ. და ხშირად ნარკოდამოკიდებულებას მეკითხებიან, რომ ეს ხომ არჩევანია. არა, ეს არჩევანი არ არის. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა და მარტო ხედავ ერთ გზას და მე იქ არჩევანი არ მაქვს. როგორც კი არჩევანი გამიჩნდა, მე იმ დღიდან არ მომიხმარია ზამალი. ნარკოტიკი. ხო და რატო შევეხე ცით მიჯაჭვულობაზე, რატო შემყავს ახლა ეს თემა ესე, რომ იდეაში ნარკოდამოკიდებული ხო არ არის მიჯაჭვული ნარკოტიკზე, არამედ მიჯაჭვულია იმ სიცარიელეზე, რასაც უსებს ეს ნარკოტიკი, ხო? სიცარიელეზე არა. რასაც აძლევს ეს ნარკოტიკი. ხო, ანუ თვითონ სიცარიელეშია და რაღაცას უსებს. რაღაცას usებს. ხო, აქედან დავიწყე უკვე ნარკოდამოკიდებული და მიჯაჭვულობა. ნარკოდამოკიდებული, სანამ ნარკოდამოკიდებული გახდებოდა, ის ემოციურად მიჯაჭვული იყო სხვადასხვა რაღაცეებზე რა, დედაზე, იქ ოჯახზე, სხვადასხვა რაღაცეებზე იყო მიჯაჭვული ემოციურად. და უცბად სინჯავს ნარკოტიკს. თუ ნარკოდამოკიდებულის შემთხვევას ვიხილავთ და ხდება მიჯაჭვული იმ კონდიციაზე იმ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე რაც მას როგორც ვთქვით უსებს იმ სიცარიელეს, იმიტომ რომ აქ მარტო სიცარიელე შეიძლება არ იყოს, აქ შეიძლება იყოს სირცხვილი, ძალიან დიდი გამაპირობებელი არის ნარკოდამოკიდებულების და ნარკოტიკის დასაწყებად, რომ მე არ ვარ ცუდი, მე არ ვარ კარგი, არ ვარ მიღებული და მცხვენია ჩემი საკუთარი თავის და მოვიხმარო ნარკოტიკის ქვეშ, მცხვენია და არის ტკივილი. ხო, ტკივილი. აი ტკივილი.
და სხვათა შორის ეხა workshop-ი რო ქონდა მან ვოლფერმა ესეთი რაღაც სიტყვები მითხრა რომ მარტო ტკივილი და სირცხვილი როდიაო სიცარიელეც არისო და თუ ეხლა 21 საუკუნეში ისე ჩავიდნენ რომ რა ნარკოტიკს მოიხმარ იმითი იმითი გამპირობები ამ ნარკოტიკით არის გამპირობებული იმ ნარკოტიკს მოიხმარ რა ტრავმას გაქვს სხვადასხვა ტრავმა სხვადასხვა ნარკოტიკების მოთხოვნილებას იწვევს აი ზოგი არის რომ ოპიუმი მოწონს ზოგი არის რომ სტიმულატორი მოწონს ზოგი არის რომ რაღაცა სოკუები და LSD-ები მოწონს და ასე შემდეგ და ეს არის რაღაცა ადაპტიური სტილები რა რო ეს ადამიანი ამ ცხოვრებას მოერგო რამენაირად მოერგოს. მე მომწონს ის ეგ მიდგომა საერთოდ აი 12 ნაბიჯშიც და საერთოდ აი ეგეთ სარეაბილიტაციო ცენტრებშიც იყო მიდგომა რომ ერთი და იგივე მეთოდით კურნალობდნენ ყველას რა და მე მომწონს შენი მიდგომა იმიტომ რომ ნარკოტიკების იმის დახარისხება დაიწყე და ესე უდგები ადამიანს რეაბილიტაციის დროს და ძალიან მგონია რომ ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული რეაბილიტაციაში ზოგადად რა მარტო საქართველოში არა ზოგადად დავამატებდი რაღაცას რაც თქვი რომ ტრამვებია ხო რაზე არის და ტრამვა როდის შეიძლება გამოიკვეთოს როდესაც მაგალითად საბაზისო მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული ბავშვი რო იბადება მას აქვს საბაზისო მოთხოვნილებები ხო ეს არის ავტონომიური სივრცე დამოუკიდებლად განვითარდეს ასევე უსაფრთხოება და მზრუნველობა ასევე სიამოვნება და გართობა და აღიარება ხო აი აქ თუ რაიმე დეფიციტია ნებისმიერში ეს შეიძლება მე გახდეს ყველანაირი ტრამვის მიზეზი აქ შეიძლება ნარკომოხმარებელი გახდეს ან ის გახდეს ან თუ სიამოვნება აკრძალული ხო თამაშია გართობა აკრძალული ესეც შეიძლება ინდიკატორი იყოს თუ კონტროლია ზედმეტი და ავტონომიური სივრცე არა აქვს ესეც შეიძლება აი გათავისუფლების ელემენტი იყოს რომ აი რაღაცით უნდა გაუძვრე აქედან და ვიზღუდები ნებისმიერი დეფიციტი აქ ხდება ჩამოყალიბება ამ კონდიციის რომ მე ახლა ამას რაღაცით უნდა ვაკომპენსირებდე და საკუთარ თავზე მუშაობას როცა იწყებს ადამიანი თვითრეფლექსიაში ჩადის ხდება რომ ის წარსული რაც იქ ხდებოდა ის დღეს აღარ ხდება და იქ რა დეფიციტებიც იყო ეს არავის გამოსასწორებელი არ არის და ეს ჩემი მისახედი არის და მე უნდა დავიწყო ამის გაცნობა ეს რა თქმა უნდა დიდი პროცესია და იმიტომ არის რთული რომ სრულიად ეგოს წინააღმდეგ მიდის ანუ ეგოს აწყობს რომ პრობლემა ქონდეს ეგოს აწყობს რომ თვითონ გვემა იყოს ყველანაირი და ანუ შენი თავი ხტები და შენი თავი რო გახდე აქ პასუხისგებლობა გინდა რომ უნდა გქონდეს და ეს გაზრდას მოითხოვს და ამიტომ მირჩევნი არ გავიზარდო მირჩევნია დავრჩე იმ კონდიციაში სადაც მე გადარჩენის სტრატეგია მოვიგონე ამ დეფიციტებთან მიმართებაში და იქ ვიმყოფები ანუ არ ვიზრდები არ მინდა რომ გავიზარდო ვინც ზრდის აი ამ ესეთ ადამიანს ისიც ესია ხო გაზრდილი ანუ ამ დეფიციტებს იმას რაც შეეძლო იმას აკეთებს რაც იცის რაც როგორც იცის იმას აკეთებს ხო აი შეიძლება სწორე მიაჩნია არ მიაჩნია მეტის უნარი არ აქვს და ამან გამოიწვია ის მე რა ჭვილი რა კონდიციაში ხო აი მაგალითად არის ესე რომ აი მკაცრად მზდი და მე დედაჩემი და მიტომ გავხდი კარგი მიტომ გამოხვედი კარგი ანუ კარგიც ახლა ცოტა პირობითი ნათქვამია და ვინცაც არ სჯიდნენ აი წავიდა ქუჩაში და ანუ მარტივ გლეხურ ენაზე ხსნი ახლა მე ამას. ეგ არის ძალიან სამხრივი მიდგომა, იმიტომ რომ შეიძლება მკაცრად ვზდიდნენ და პირიქით სული დამიმართოს, შეიძლება მკაცრად ვზდიდნენ და პირიქით გამოვიყენო. ანუ მაინც ჩემი არჩევანი. შიგნით რა მოხდება, ანუ ტრავმატული გამოცდილება ერთია, გარემოშია და შიგნით ტრავმა როგორ ჩაისახება და როგორ აღმოცენდება ჩემში, ეს მეორე არის რა. სულ მაგას ვიძახით, რომ ანუ შეიძლება მამამი მაგალითად ავიღოთ, მამამ მიატოვა ორი შვილი, ну, ცოლი და შვილები. ორი გოგო ყავდა. ერთი გოგო, ერთი შვილი რო იზრდება, მიჯაჭული ხდება ურთიერთობებზე, მეორე კიდე პირიქით. იძახის რომ მე არაზოს აღარ შევიყვარებ, რო არ მეტკის აღარ განვიცად. ეს უმამას მისდევს, ეს იმიტომ არ შეიყვარებს, რომ ის ტკივილი აღარ განიცადოს. აი, ორი სხვადასხვა ერთი და იგივე მოცემულობა და ორი სხვადასხვა ტრავმის გამომჟღავნება რა. ერთი თანადამოკიდებულებაში დარჩა, ანუ სიმბიოზურ ურთიერთობაში, მეორე იმაში კონტრდამოკიდებულებაში. ანუ აი კარგად შემოვიდა ეს თემა ზუსტად იქითკენ წავედით რისთვისაც დღეს მოგშასთან ვსაუბრობთ ანუ მაგ სისტემურ განლაგებაზე აი მივედით ჯერ მან დარვართ მისულები ანუ ხო აი მინდა რომ მივიდეთ ეს საფეხურია რაც აღნიშნე შენ აი ბოლბი იყო და ინსვორტი იყო რომელსაც მიჯაჭულობის კონცეფციები უფრო ჩამოაყალიბეს იმ ხრივ რომ
ჩაატარეს ექსპერიმენტი 2 წლამდე ბავშვებზე, 106 ექსპერიმენტი იყო 32 ქვეყანაში და დაახლოებით ეგეთი strange situation ეგრე ქვია ამ ექსპერიმენტს რა. პატარა ბავშვი დატოვეს დედასთან ერთად სადღაც ოთახში, სადაც სათამაშოები არის. ეს ექსპერიმენტი ესეთი. და ბავშვი რო ხედავს უცხო გარემოში სათამაშოები დედა აქვს, თავს მაინც დაცულად გზნობს, რა თქმა უნდა. შემოდის უცხო ადამიანი, ქალბატონი და იწყებს დედასთან კონტაქტს. ანუ აქ ბავშვი ალაპარაკი, რომელზე სადღაც წლინახევრი 2 წლამდეა რა. ანუ იმ დროს არა გაქვს დროის აღქმა ხო, რამდენი ხანი გავიდა როგორც ასეთი, ძალიან პატარაა. და ეს უცხო ადამიანი მერე იწყებს ამ ბავშვთან კონტაქტს. ბავშვთან კონტაქტს რო იწყებს, მერე დედა გადის ოთახიდან. და მერე ისევ შემოდის დედა ოთახში, მერე ეს უცხო ადამიანი გადის ოთახიდან, მერე დედაც გადის, მარტო რჩება ბავშვი და მოკლედ 8 საფეხური აქვს ამ ექსპერიმენტს. და რას წარმოადგენს ახლა ეს ექსპერიმენტი, რომ თითოეულ საფეხურში აკვირდებიან ბავშვის რეაქციას. თუ ბავშვის რეაქცია მაგალითად უცხო ადამიანი მოვიდა ამასთან და დედა გავიდა და ბავშვი დარჩა ისე რომ გულგრილია, აქ დედასთან არ მიდის ემოცია არ აქვს. ამას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ეს საზღვარი, ხისტის საზღვრები, იმიტომ რომ მას ბავშვობიდან როცა რაღაც ეთკინებოდა გვერდზე არავინ არ ედგა არ ეხმარებული და დაიკეტა. და ამიტომ ეს არ არის ნორმალური, რომ ის არ განიცდის დედის გასვლას. ნორმალური რეაქცია იქნება ჯანსაღი მიჯაჭვულობა აქვს, რომ ის გავიდეს და დედასთან მივიდეს, რომ არ იცის დედა რამდენი ხნით წავიდა, ხო ეს ხო არ იცის, ხა 3 წუთში შემოვა თუ არ და ტირილი დაიწყოს თქვა. ეს არის ნორმალური რეაქცია, ჯანსაღი მიჯაჭვულობა. რო შემოდის დედა, თუ ბავშვი ტირის რო შემოდის და აღარ ჩერდება ან ვეღარ ჩერდება და შფოთი აქვს, რო შემოვიდა მაინც, ანუ არ ჩერდება, ვერ ჩერდება, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს მეორე დამოკიდებულება, ანუ ჩამოკიდებულება. ანუ შფოთი აქვს, იმიტომ რომ მასთან ისე ხდებოდა ცხოვრებაში, რომ დედა რო შემოდიოდა, ან იყო, ან არ იყო და ბავშვს არ აქვს უნარი, რომ თავისი თავით დაკავდეს. დაკავებულია უსაფრთხოებით მშობლებით, უსაფრთხოებით ან დედა, ან მამა ვინც აღზრდელი იყო, რომ იქნებიან აქ თუ არ იქნებიან. უსაფრთხოებით. ამას ქვია გადარჩენაში ვარ, ხო? ზუსტად ამას ქვია რეიხიანულად რო ვთქვათ ორალური ფსიქოტიპაჟი და ამბივალენტური მიჯაჭვულობა და პირველს ქვია ხისტი მიჯაჭვულობა. და მესამე ვარიანტია კიდე გაეკიდა დედას, უნდა რომ აქტიურად მოვიდეს დედა და მოვიდა თუ არა დედა გახდა ისე ხის მიჯაჭვულობაში. ტერმინოლოგიაში ჟარგონულად რო ვთქვათ love me and fuck you. ანუ ესეთი ურთიერთობები გაქვს ხო? ეს არის დეორგანიზებული დამოკიდებულება, რომელიც ორივეს მიქსი არის. ეს უფრო ტრაუმატულია კიდე, ანუ ორივეს მიქსი არის, ხო? და სხვათა შორის ეგეთი ადამიანები დაკვირვებიდან და ჩვენი ამხელა კვლევიდან გამომდინარე და ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე, ორივე სახის ნარკოტიკს მოიხმარეს, როგორც სტიმულატორს, ისევე ოპიუმს. ოპიუმი არის უფრო მიჯაჭვულობის აი სიმბიოზური ურთიერთობაში და აი ამაში რო წევენ, აი მაგაში არის ხისტის საზღვრები, სადაც არის სწრაფი ნარკოტიკის სტიმულატორი, კოკაინი, მეტამფეტამინი და ასე შემდეგ, კლუბურ ნარკოტიკს რო ეძახიან რა. და ამ ორი სინთეზია ეს არის დეორგანიზებული ისა რა ქვია. და რაც აქ სასწაული აქვს იმ ადამიანს, ვისაც ხისტის საზღვრები აქვს, ნელ-ნელა დაიწყოს იმის აღქმა, რომ სხვისი მოთხოვნილებებიც მნიშვნელოვანი, არა მარტო შენი. და მეორე ვინცაა ჩამოკიდებული ვიღაცაზე, იმისთვის მნიშვნელოვანია შენი პირადი მოთხოვნილებებიც მნიშვნელოვანია და არა მარტო სხვის. ანუ სხვადასხვა სამუშაო ჩასატარებია. თუ ესეთი ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ, ეს ურთიერთობა არის იუნგის ენით რო ვთქვათ, ტირანის და ემპათიის ურთიერთობა, ანუ ტოქსიკური პოლარობა. ანუ ერთი რო გარბის და ერთი გარბის მეორე მისდევს, ეს ექსტრემია. ხო, მაგრამ თუ ადამიანები ორივე თავის ამ მიჯაჭვულობის პატერნებს ხვდებიან, შანსი აქვს ურთიერთობის გადარჩენის. ანუ ერთი გაითვალისწინებს მეორეს, რომ შენ მისახედი გაქვს შენი პირადი მოთხოვნებები და მეორე ეტყვის, რომ შენ კიდე ჩემ მოთხოვნების გაითვალისწინო. ამაზე კონკრეტულად უნდა დაჟნენი საუბრო, ხო, ურთიერთობის ტექნიკური ნაწილი უნდა მაყველაფერს. ხო, რა თქმა უნდა, თორე ყველას გვაქვს რაღაც პატერნი პროცენტულად, ასე ვთქვათ, მეტნაკლები. მოდი აი ეხლა დაუფიქრდი ამაზე და მშობლის და შვილის ურთიერთობაზე სხვანაირ თვალით შევხედე და ანუ ძირითადად ხოლმე ნუ ეხლა უნდა ვთქვა აუცილებლად საზღვარგარეთ წარსული მშობლების და შვილების ურთიერთობა და დამოკიდებულის და ამ მშობლების ურთიერთობა. ხო და აი აქ პრობლემას ვეხები და ამ პრობლემის გადაჭრა როგორ უნდა მოხდეს ეს არ ვიცი და ამ იმაში თუ არიან ხოლმე ესეთი ადამიანები, ვინც აი ეს გიკავშირდებიან, ანუ ზოგი საზღვარგარეთაა, ზოგი აქაა და აი ამ თემას გადიხართ და ანუ რამდენად ეხმარება ეს ამბავი დისტანციაზე მყოფ ადამიანებს.
კი, ანუ სისტემურ განლაგებას ონლაინ ბორდიც აქვს, ანუ სიმულაცია ხდება ამ ონლაინ განლაგების ფიგურებით, მაგრამ ეხლა შეიძლება მსმენელისთვის ეს ცოტათი ისე თემა იყოს რთული ასახსნელი, მოკლედ ვიტყვი რაც ხდება, რა თქმა უნდა, ყველანაირი კლიენტები არიან, ყველანაირი თემებით, ყველანაირი საკითხებით ისეთებითაც, რომელსაც ლიტერატურაშიც ვერ შეხვდებით, იმიტომ რომ იქაც რაღაცები იმალება. ხო, რა თქმა ანუ უნდა. რეალურ ცხოვრებაში კიდევ უფრო მძიმე სურათებია, კიდევ უფრო ასე თქვათ ტრაგიკული მოვლენებიცაა, მაგრამ მე ესე ავხსნედი, თქვათ ეგეთი შვილი არის, რომელიც მშობელის ადრე წავიდა, ამ შვილს ალბათ თქვათ გამოვიდეთ იქიდან, რომ ამ სიტუაციაში ტრავმა აქვს მიღებული, იმიტომ რომ მშობელი არ იყო, ხო, ანუ ემოციურად შეიძლება დისკონექშენი, დაკეტილობა ქონდეს თავის თავთან. და ემოციას როცა კეტავ, ეს მნიშვნელოვანია იმ ასაკში, თუ ხარ 10 წლის ან 15 წლამდე, შეიძლება ხო იმ ასაკში მნიშვნელოვანია, ან უფრო პატარა კიდე, ან თუნდაც მამის დანაკარგი იყოს. არა აქვს მნიშვნელობა. რაღაცამ დაგაკეტინა საკუთარ თავს, შეიძლება მამა წავიდა ოჯახიდან, ან შეიძლება დაკარგე დედან გარდაიცვალა, ან დედა სავალგარეთ წავიდა, ხო? დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იმ ხრივ, რომ შენ ჩაიკეტე, იმიტომ რომ საყრდენი აღარ აგაქვს და შენ თავზე დადექი. ანუ შენ დაკეტე, ასე ვთქვათ, შენს ბავშვურ ნაწილთან ურთიერთობა. და შეიძლება ეს ნაადრევად მოხდა, ანუ ტრავმატული, იმიტომ ბევრი იყო შენთვის, ხო, არ მოხდა გრადალურად, ანუ განვითარება. ხო, ვიღაცები არ დამეხმარა. ხო, არ დამეხმარა, ამიტომ გადაწყვიტე, დამოკიდებული გახდე, ან გადაწყვიტე, ტრავმა ქონდეს, რაღაცა ნეგატიურ იმაში გადავიდა, ხო, შენ ენერგია, ასე ვთქვათ. რაც საჭირო არის ახლა იმ სიტუაციას ხო ვერ შევცვლით, რაც იყო, რაც მოხდა. რაც საჭირო არის, ახლა ამ მომენტიდან მე აი იმ ჩემ შინაგან მდგომარეობასთან კომუნიკაცია აღვადგინო, იმიტომ რომ ის შინაგანი მდგომარეობა წარსულში რომ ხდებოდა ქრონოლოგიურად, დღეს ჩემთან ცხოვრობს ძველი სურათით. წარსულის სურათით ცხოვრობს ჩემთან, ჩემ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ასევე. ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, თუ ჩვენ პიროვნულ ზდაზე ვსაუბრობთ, ან სულიერ განვითარებაზე ვსაუბრობთ, სანამ საკუთარი თავის მშობელი არ გახდები, მანამდე ზრდა არ იწყება. პრეტენზიები მშობლებზე ნიშნავს, რომ ზრდა არ მინდა. მე არ ვამართლებ მშობლების აქციელებს, არც რაღაცა ესაა სწორი, ესაა არასწორი, როგორც მოხდა, რაც მოხდა ცხოვრებაში. ანუ მე ერთადერთი შანსი მაქვს, რომ თქვათ, გულწრფელი ვიყო და გამოვხატო ის, თქვა, რაც წყენა მქონდა, ტკივილი მქონდა, ეს ერთი მხარეა, მაგრამ მეორე მხარეა ჩემს შინაგან ბავშვს, ანუ იმ 15 წლისას, რაც ესაჭიროებოდა იქ. კარგი მშობელი რო ყოფილიყო, ან რო არ ყოფილიყო, რა იქნებოდა იმისთვის კარგი. აი ის უნდა გავაკეთო. გამოტოვებული რაც ვაქვს. გამოტოვებ დეფიციტი რაც ეს ჩემი გასაკეთებელია. ანუ მე უნდა გავაკეთო ის დეფიციტები, რაც იმას ქონდა და მე რას ვაკეთებ? დიდი მე, ასე ვთქვათ, ვიზუალურად რო წამოვიდგინე, დიდი მე დგას. აქ არის ეს დაჩაგრული თუ მიუხედავი თუ მიტოვებული შინაგანი ბავშვის სტრუქტურა, პატერნები, რომელიც ახლა დიქტატორია და განსაზღვრავს ჩემს ცხოვრებას და თითქმის რომ მშობლებისკენ ვაბრალებ ამის მდგომარეობას იმათ. და ვარ ჩემივე საკუთარი თავის ცუდი მშობელი. არ ვიცი ამას. არ ვზდი საკუთარ თავს, ანუ ვარ ცუდი მშობელი. ხო, ანუ სინამდვილეში პასუხისგებლობას გაორბივარ, იმიტომ რომ ადვილია მსხვერპლის როლში ვიყო. რატო ეს მაძლევს აგრესიაზე ლეგიტიმაციას? დამბრალების როლში იყო. ხო, დამბრალების მსხვერპლის როლში ვარ და ლეგიტიმაციას მაძლევს აგრესიას. ამის გაცნობიერება ხშირად შოკში აგდებს ხოლმე ადამიანს, იმიტომ ურჩევნიათ რომ მშობელზე იწიწუნო, იმიტომ რატო ეგო ისევ აქ სულდგმულობს მსხვერპლის როლში პრობლემაში და ეს შენ რომ ინტეგრაციის პროცესი გააკეთო შინაგან ბავშვთან მიმართებაში, აქ ეგოს ადგილი არ აქვს, აქ შენი თავი არ არის ეგო, აქ შენ თავთან ხარ, შენ ესენციალურ ბუნებასთან ხარ და აი ამის მერე შეიძლება მხოლოდ ემპათია გქონდეს, როცა მსხვერპლის როლიდან გამოდიხარ, სანამ მსხვერპლის როლიდან არ გამოდიხარ, ემპათიაზე ვერ ისაუბრებ. და ხარ აგრესორი. ანუ მან მეორე მომენტი ხდება, ხა არის ბევრი ესეთი კურსებს კი არ ვაკნინებ მადლიერებაზე და მიღებლობაზე და პატიებაზე, მაგრამ მე თუ გულწრფელად არ მაქვს გამოხატული ჩემი ბრაზი და გულწრფელად არ მაქვს ჩემი შინაგან ბავშვთან დაკავშირება და არ ვარ შემდგარი მე, როგორც ქართულში იტყვიან ხოლმე, მანამდე ეს ყველაფერი იქნება ისევ სუპერ ეგო, რომ მე კაი ტიპი გამოჩნდე. ანუ ჩახშობილი რაღაცა ჩემი შინაგან მდგომარეობა, რომელიც კიდევ უფრო უარესია, ვიდრე აქამდე ვიყავი. ისევ მივდივართ ამ მოთხოვნილებებზე რა, ბაზისურ მოთხოვნილებებზე, ავთენტურობაც ხო ერთ-ერთი მოთხოვნილება არის, რომ გამოვხატო და ანუ შეხვდნენ ჩემს ბრას, ანუ შეხვდნენ ჩემს სტირილს, ჩემს შიშს და აი ეს ჯანსაღი ბრაზის ოჯახიდან. ანუ პირველ რიგში სადაც ვიბადები, პირველი ჩემი სოციუმი, მიკროსოციუმი არის ჩემი ოჯახი. ხო. და როგორც წეგან ვაპარაკობდით
იმ ოჯახმა უნდა მე ვარ ჩემი თავის 20%. დანარჩენი არის თუ ჩემი ოჯახი, რაღაცა დედა, მამა, დედის ნასწავლი, მამის ნასწავლი, ბებიის ნასწავლი, ბაბუის ნასწავლი, ეს ინტროექტები და ეს ყველაფერი რაც ქმნის ერთლიან მეს. და მე 100% ხო უნდა გახდე ადამიანი. იქამდე ხო უნდა მიხედა. რამდენი პროცენტი უნდა გახდე, მაგრამ მთელი არსი ის არის, რომ აი წეგან კარგი სიტყვები ითქვა, უნდა ვიშვილოთ ჩვენი შინაგანი ბავშვი, ან ჩვენ გავხდეთ მისი მშობელი და რაც არ უნდა ეხლა ამ მომენტში მე დედამ, ბებიამ, ბაბუამ, მამამ მომიხადოს ბოდიში და შეცვალოს შემდამი დამოკიდებულება იმ შინაგან ბავშვს მაინც ანუ ეს არ უშველის. აი აქ არის ის რომ რაც მოგშამ თქვა, უნდა ვიყო მასთან კონტაქტში რა. ანუ მასთან კონტაქტის დამყარება, რომელიც არ ვიცი, როგორ უნდა. თერაპია ზუსტად ეგ არის და სისტემურ განლაგებებში ზუსტად მაგავშებით რომ კონექტდებით, ანუ კავშირდებით ამ შინაგან ბავშვთან. ეხლა რატო სო ესეთ კითხოს, მინდა რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს და მოისმინოს ხოლმე პროფესიონალის საუბარი და არა მეც არ დავაკნინებ რაღაცა სოციალურ ქსელებში რაღაც გვერდებს და იმებს არის რაღაცა ფსიქოლოგი, რაღაცას ელაპარაკება შენ ესე მოიქეცი და ესე იქნები კარგად, ბედნიერება შენ თვალებშია რაღაც კარგი რაღაცებს ამბობენ, რაც მისაღებია ჩემთვის და რაც მომწონს ხო, ოღონდ დესერტია, ოღონდ ამ საჭმლის მომზადებას არ მასწავლიან, რომ ეს ბოლომდე შევიგრძნო ეს მთელი პროცესი. ამიტომ მეგობრებო, მაყურებლებო საყვარელო ადამიანებო, ძალიან გთხოვთ, მარტო ჩვენ არა, მოусმინეთ პროფესიონალებს და პროფესიონალები რასაც ლაპარაკობენ, კარგად გაანალიზეთ, იმიტომ რომ დამოკიდებულება მე ჩემ თავს მივხედავ ეხლა, დაიცა ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ, აქამდე იქნებოდით თქვენი თავის ფსიქოლოგებიც, აქამდე ეშველებოდა პრობლემასაც და ამ პრობლემებს არ გადადებდით აქეთ-იქით. დაუბრუნდეთ მიჯაჭულობაში, ეს უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ძალიან ღიზიანდები, როცა რაღაცას ერთმანეთს, რაღაცა ჯგუფებში ერთმანეთს ჭკუას ასწავლიან, რომ შენ ეხლა წამალს თავი უნდა დაანებო, მე გიშველი როგორ უნდა გააკეთო. იმიტომ რომ მე უშველე უკვე ჩემ თავს და რო გახვიდე გარეთ, ის ისევ ისი არის. მოკლედ თანამზრახველებს ეძებენ ხოლმე ძირითადად. ისევ დაუბრუნდეთ მიჯაჭულობას რა. ანუ მიჯაჭულობა ჩემი აზრით თელ ცხოვრებას განსაზღვრავს, ჩვენ თელ ცხოვრებას განსაზღვრავს. ეხაც მე რაღაცაზე რო ვარ მიჯაჭული, მე ჩემი ქცევა არის სხვანაირი. მე თუ გამთავისუფლდი ამ მიჯაჭულობისგან, ალბათ ვიქნები სხვანაირი. აი თქვენ სფეროში თქვენ როგორ ხედავთ, ანუ აი ნარკოტიკზე მიჯაჭულობისგან როგორ უნდა განთავისუფლდეს ადამიანი? ხო, როგორც თქვი, მე მაგის სპეციალისტი არ ვარ, რაც შეეხება ანუ ნარკოტიკებს, მაგრამ ჩემ სფეროში ჩემი გადმოსახედიდან ამის უკან რაც დგას, იმას ვეხები, ხო? შეიძლება მე ნარკოტიკში ვლინდებოდეს, ან სიმპტომში ვლინდებოდეს, ან რაღაცა ჩვეულ პატერნებში ვლინდებოდეს, სხვადასხვა რაღაცეებში. უბრალოდ ნარკოტიკი თვით დესტრუქციული რადგან არის, ასეთი ადამიანები არიან ძალიან მგზნობიარეები პირველ რიგში და ძალიან უჭირთ ამ რეალობასთან გამკლავება, რა რეალობაც იყო მათ წინაშე. ანუ ეს პირიქით საუბრობს იმაზე, რომ მგზნობიარე ადამიანები არიან, ძალიან მნიშვნელოვანი ამის დანახვა პირველ რიგში. და უფრო მძაფრად აღიქვავენ იმ გარემოს, ვიდრე ჩვენ აღვიქვათ. ჩვენ კიდევ უფრო რეზისტენცია გვაქვს შედარებით, ხო? ანუ ნარკოტიკის მოხმარებას თვით დესტრუქციაში გადადის, იმის მაგიროთვეს აგრესია გარეთ გამოხატოს, თვით დესტრუქციაში გადადის, ხო? ვიღაცა, ვინც არ გადადის თვით დესტრუქციაში, იგივე კონდიცია შეიძლება კრიმინალი გახდეს, ხო? ან ორივე ერთად კონდეს. ეს რისგანაა? ტკივილს აღიქვამენ უფრო მძაფრად, ვიდრე არსებობს ეს ტკივილი? ხო, ანუ ვიდრე არსებობს, არა, მგზნობიარეები არიან, ვინ ვიცით როგორია ეს ვიდრე არსებობს, ამისი აღქმიდან ძალიან მგზნობიარე ამასთან დამოკიდებულება რეალობაში როგორ რა არის ამას ვინ განსაზღვრავს, რომ ამხელა თუ საჭირო იყო თუ არა აქ ამხელა ტკივილი, არ ვიცით, მაგრამ იმ ადამიანი ძალიან მგზნობიარეა იმ გარემოსთან რაც ხდებოდა და ეს ტკივილი უფრო ორმათა აქ. რასაც ვიტყოდი, არის ეს ტკივილის თემა. ერთი არის ფრანც რუპერტი ეგეთი ფსიქოლოგი, რომელიც ასევე სისტემური განლაგების სპეციალისტი, მას აქვს ესეთი კონსტრუქტორი, რომელიც უამრავი წიგნი აქვს ამ თემაზე და დაწერილი სიმბიოზაზე, ავტონომიობაზე, მიჯაჭულობაზე, სექსუალობაზე და მიჯაჭულობაზე და ყველა თემაზე. ერთი მხარე არის ჩვენი ტრამვული ნაწილი. ხო, სადაც ეს ყველაფერი მოხდა, სადაც ეს ტკივილი. მეორე ნაწილი ჩვენს ფსიქიკაში არის გადარჩენის სტრატეგია. ადაპტაციის უნარი. და არის მესამე ნაწილი და ამას უკვე ნეირობიოლოგიაც ეთანხმება. მესამე ნაწილი არის
შინაგანი რესურსები, რომელსაც არც კი შეხებია ტრავმა. ანუ რეალურად არსებობს მესამე ოთახი. ანუ შენახული გვაქვს იქ რაღაცა. რეალურად არსებობს. ანუ ის ოთახი რეალურად არსებობს. გიორგი გურჯიევიც მისტიკოსი რო იყო იძახისო სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა, ორ ოთახს იყენებს. ზუსტად იგივე მოდელია, მსგავსი თემა არის და ეს რეალობაა. ეს არ არის რაღაც კონცეფცია, ფილოსოფია, რეალობაა, იმიტომ რომ ბიოლოგიურადაც ნეირობიოლოგია იძახის, რომ ტვინის უჯრედებს შეუძლიათ რომ აღადგინონ თავის თავი. ანუ ნეიროპლასტიციზმი ქვია, მაგრამ ზაცავნა დაზიანებული იყო, გარდა იმისა, რომ თქვათ რაღაცა ფიზიკური დაზიანებაა ტვინში, ხო, იმას რომ ქირურგია ჭირდება, ან იქ შეიძლება ვერ გადარჩეს, ხო, რაღაცნაირად. დანარჩენ შემთხვევებში, უმეტეს შემთხვევებში, ძალიან დიდ შემთხვევებში თითქმის ყოველთვის უნარი აქვს ყველანაირად თვითგანკორნების ბიოლოგიურ დონეზე. ანუ არის რაღაცა სივრცე ამ ტვინში, რომელსაც შეუძლია მთლიანად აღიდგინოს ყველაფერი. ეხლა როგორ ვაკეთებთ ამას? ჩემი პირადი გამოცდილებიდან და გადმოსახედიდან როგორ ვაკეთებთ? ანუ როგორი იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ამასთან, ხო? არის ტრავმის ოთახი, სადაც ტკივილები არის. იქ არ შევდივართ. ვაკეთებთ ადაპტაციის, ანუ გადარჩენის სტრატეგიას. გადარჩენის სტრატეგია შეიძლება იყოს მე ვარ ნარკომომხმარებელი. ან მე ვარ people pleaser. არა აქვს მნიშვნელობა, ან მე ვარ ეგოისტი კრიმინალი. ანუ ჩემი ეგო პატერნი ჩამოყალიბდა. ან ვარ ისა ძალიან შეყვარებული. რაღაცა, ხო. ანუ რაღაცნაირ პერსონა ჩამოყალიბდა ამას ვილჰელმ კუნთოვან ჯავშანს ეძახდა, ანუ გადარჩენს კუნთოვან ჯავშანი შენდება იმაზე, რაზეც ტკივილი არის. ამის დამცავი მექანიზმია. ანუ ამის იქით არ გიშვებ, იმიტომ რომ ტკივილია, ხო? და ეს არის ჩემი ხასიათი, ამას გაჩვენებ, ასე ვთქვათ. ანუ მე შემიძლია ამ ორ ოთახში ვიცხოვრო, როგორც 80%-ზე მეტი ადამიანები ცხოვრობენ, დაიბადებიან, ცხოვრობენ და მოკვდებიან. და არ იყენებენ იმ ერთ არ იყენებენ იმ რესურსებს. რა რესურსიც გააჩნიათ ბედნიერები რო იყვნენ. ზუსტად თავიანთი თავები რო იყვნენ. რაც პოტენციით ხო, ანუ ბედნიერები. ხო, თავიანთი თავი და ბედნიერები დაიგივია, ხო, გარეთ საძებნი არა. ანუ რაც გასაკეთებელია ჩემი გადმოსახედიდან. კლასიკურად ფსიქოლოგია, ანუ რა ვიცი, ზოგადი, ანუ ასე ვთქვათ, კლასიკური ანალიტიკური ფსიქოლოგია, უფრო ძველი პირველად რო ჩამოყალიბდა, პრობლემას ებრძვის. ანუ ეხა მოდი დამოკიდებულებას ვებრძოლოთ, მოდი people pleaser-ობას ვებრძოლოთ, ხო? არ არის სწორი დამოკიდებულება. ანუ არ უნდა ვებრძოლოთ. არ უნდა ვებრძოლოთ. პირდაპირ ვიზახი, არ არის პრობლემასთან ბრძოლა საჭირო. ეხ გავაგრძელებდი, რომ და რა ხდება აქ? პრობლემა უსასრულო არის. რაც არ უნდა ვებრძოლო, ყვებავ. ეს იგივეა, რომ ჭრილობას იფხანდე. იფხან და რაც უფრო იფხან, გონია რომ უფრო მოსაფხანია. ხო. ანუ ფსიქოლოგია, მთელი ინდუსტრია დგას იმაზე, რომ პრობლემა სული არსებობს. და შენ მიხვალ ფსიქოლოგთან და სულ იქნები დამოკიდებული. ეს საშიშროება აქვს, ანუ მე არ ვიზახი, რომ ეგრე არის მოცემული, საშიშროება კან შეიძლება ამაში წააგიყვანოს. ანუ ეს გარკვევისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიგო რა ხდება საერთოდ, ხო? ანუ ზოგადად აქედან აქამდე რა ხდება, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითი რო თქვა, ეხა ყვავილი რო იყოს დამჭკნარი. და ყვავილს რო შეხედო დამჭკნარი ყვავილი და სელფი რო გადავიღო და დაანახო, შენ ხარ დამჭკნარი. ისედაც ცუდად იყო ეხა და ეს ხო ფლატუარესად გახდა. არ არის საკმარისი ეს. რაც იმას ჭირდება, არის წყლის დასხმა. ხო, რომ გაიხაროს აღდგეს. ანუ ეს რესურსი, რაც იმის ნამდვილი მოთხოვნილება ისჭირდება, ხო? ანუ მე აი ამ რესურსების ოთახში რო გამოვდივარ, ანუ ვიწყებ ნელ-ნელა იმის გაცნობიერებას, რა არის დეფიციტები, რაც მე არ მქონდა მიღებული, მოდი ამისკენ პატარ-პატარა ნაბიჯები გადავდგა. შეიძლება იყოს ურთიერთობა მეგობრებთან. სადაც დაკეტილი, მოდი გადავდგა. ეს შეიძლება იყოს კრეატიულობა, მოდი გადავდგა. კოპინგ მექანიზმები, ნელ-ნელა რო ამუშაო, ხო? გავაძლიერებ ჩემს პრეზენს ამ ოთახში. აქედან თუ ეს გავაძლიერებ ნელ-ნელა, აქედან მე შემიძლია ამ ოთახს გადავხედო. და რა ხდება ამ სიტუაციაში? ამ ადაპტაციის ოთახს უთხრა, შენ მე დამეხმარე რომ გადავრჩენილიყავი, მეტაფორულად კი ვსაუბრობ, მაგრამ მე მგონი მომყვები. ხო, შენ მე დამეხმარე ამ გადარჩენაში, მაგრამ ეხლა მე აქ ისე ძლიერად ვარ, რომ შემიძლია პირდაპირ იმ ტკივილს დაუბრუნდე, შენ აღარ მჭირდები ესე ძალიან და ცოტა გავხსნა ჩემი თავი რომ გზნობელობისკენ. მაშინ მეშინოდა რომ ძალიან მეტკინებოდა. ეხლა აღარ მეშინია და ვიცი რომ ადამიანებთან რო შევალ ურთიერთობაში, ხო, მატკენენ. ძალიან მეწყინება, მეტკინება რაღაცა, მაგრამ ასევე სიხარულს ეს მომიტანენ. ხო. ხტები? ანუ და ეს არც ერთი და არც მეორე აღარ გამანადგურებს. ქრისტიანობაც გვეუბნება, რომ განსაცდელი მიიღეთო სიხარულით. კი ბატონო, თუ გინდას ეგრე შეხო. ანუ ის სიხარულიც მექნება და ტკივილიც მექნება. ანუ დაუბრუნდე ისევ ჩემ გზნობელობას, რაც ორივეა. მაგრამ არც ერთი და არც მეორე აღარ გამანადგურებს. და რატო დავკეტე ეს? იმიტომ რომ მანადგურებთ. ხო. და თუ ტკივილი დავკეტე, სიხარულსაც ვკეტავ ავტომატურად ერთად არის ეგენი.
აი ეს არის ფაქტიურად ის გასავლელი გზა, ხო, ამ ოთახში უნდა გავძლიერდე პირველ რიგში და დავასრულებდი იმითი, რომ პრობლემას ჭირდება მიმღებლობა და მზრუნველობა და შინაგან რესურსებს მხარდაჭერა. და ჩვენ რასაც ვაკეთებ შინაგან რესურსებს კი არ უჭერთ ხარ პრობლემას ვებრძვით. ხო. ეს არის არასწორი დამოკიდებულება ამასთან მიმართებაში. სრულიად ვეთანხმები. სრულიად. ძალიან სიღრმეში ჩავიდა და მომეწონა ეს. ხო, ჩვენ ძალიან რეაბილიტაციაზეც სულ ეგრე ვცდილობთ, რომ საერთოდ უღარ ესეთი წერილი ჩემი ნარკოდამოკიდებულის წერი. ნარკომანს არ ვახსენებთ, უფრო ჩემი დამოკიდებული წერილი, ჩემი დამოკიდებულების ჩემს მესთან. ხო. და მთელი პროცესების განმავლობაში თავიდან ეს პირველი წერილის ბრძოლაზეა, მერე გაივლის კიდე რაღაც საფეხურზე, მერე კიდე წერს ადამიანი. მერე უკვე ცნობის მოყარეობა უჩდება და გარკვევა, რომ აჰა, რო გაიგო ამდენი რამე, აჰა, შეიძლება რაღაცაში მჭირდებოდა ეს. და მერე უკვე მიდის ეს კონტაქტი, კონექშენი ამასთან და მიღება და გაცნობიერება და აი compassion როგორ არის? თანაგრძნობის გამოხატვა რა. თანაგრძნობა ისეთი რამეა, რომ ზევიდან ქვევით არ იქნება თანაგრძნობა. თანაგრძნობა, როცა თანაგრძნობას განვისთით, უნდა ვიყოთ ერთ თანაბარზე. ანუ მე ვუთანაბრდები იმას, რასაც ვებრძოდი. ეს შეიძლება იყოს ნარკოდამოკიდებულება, ხშირად იყოს კლient ბულემია, აი სადაც სულ ბრძოლა მიდის აი ამ რაღაცეებთან. და აი ეს ეხლანდელი ფსიქოლოგია, ეს ახალი თანამედროვე ფსიქოლოგია, რაც არის და ჰუმანიტარული ფსიქოლოგია შეიძლება თანამედროვე არც არის შედარებით თანამედროვე. იმიტომ რომ დასავლურ ფსიქოლოგიაში ეს სულ იყო და იყო ეს მსგავსი მიდგომები რა, რომ მე შემიძლია და ვარ შემძლე იმისა, რომ შევხვდი ამ ყველა ჩემს ნაწილს, გაუთანაბრდე და გამოვიკვლიო მასთან ერთად რაში მჭირდებოდა მე მოხმარება. რა და ისევ სად მივდივართ იმ დეფიციტების ავსებასთან, ოღონდ უკვე იმ სიცარიელის და დეფიციტების შევსებასთან, რაც მე მქონდა, ანუ ბაზისური დეფიციტების ავსებასთან, იმიტომ რომ ეს გვეუბნება კარგად რო კაცო, იმიტომ ვაკეთებდი ამას, რომ შენ არ გეგზნო სირცხვილი, პირდაპირ წერენ წერილებში, რომ ქაოსის დროს მე გილაგებდი, ნარკოტიკს გაიკეთებდა ადამიანი წყნარდებოდა, ლაგდებოდა, იმაშებოდა და ამ ყველაფერს შე რო ვერ ართმევდიო თავსო, მე ვართმევდიო თავსო გეუბნება. ხო, იმ სიცარიელს ამოვსება ხდებოდა, რაც გვაკლდა. ხო, ეს არის coping mechanism და ხშირად კიდე გვეშლება ხოლმე, რომ გონია რომ ეს ნარკოტიკი რესურსი არის. არის ახლა რამოდენიმე ადამიანი ჩვენთან წერჩიო, მეო კაცო მოხმარებაო. ტვინს მიხსნისო და მეხმარებაო. სისულე. მეხმარებაო. სისულე რა, მისთვის მართლა ეგრე არის. მას ესე გონია რომ ესე არის. მგონი ამ თემასთან იკვეთება თვითონ რა არის ეს ნარკოდამოკიდებულება, ხო, თქვათ არის რაღაცა ან სიმპტომი რა არის, ხო, რო შევხედოთ ეს კარგს მიკეთებს, სულ მიკეთებს, ეს რომ არ იყოს, შეიძლება უარესი იყოს, ხო? კი. ანუ ერთ-ერთი სცენას ვიტყვი ხა განლაგებას რომ მივახლოვდეთ, ხო, ეგეთი სცენა იყო მოყოლილის მგონი ჩვენთან ტრეინინგზე. ადამიანი იყო, რომელსაც ჰქონდა ესეთი სიმპტომი, ისე აკეთებდა ხელებს. რაღაც საქმეა, ზუსტად ამ კომპულსური რაღაცა, ხო? აშლილობის რაღაც ერთ-ერთი გამოვლინება, რაღაც ესე აკეთებდა და მიდიოდა თერაპევტთან, რომელიც ეუბნებოდა, რომ ეს აშლილობა რაღაცა და მოდი დააკვირდი ამას, რაღაცნაირად დაწყნარდი, მაგას მეთოდებს აძლევდა და ხან გაზდიოდა, ხან ისევ ბრუნდებოდა. და სისტემური განლაგება ესეთი სცენური მეთოდოლოგია, რომელიც ფსიქოდრამას გაავს ვიზუალურად, თუმცა ეს საერთოდ არაა ფსიქოდრამა, ბევრ რაღაცეებისგან შედგება. და ფაქტიურად უთხრეს, აი როდის დაგეწყო დაახლოებით რა და თქვა რომ 10 წლის ასაკში მამა გარდა მეცვალა და ბიძა რომლებიც ძალიან მიყვარდა ეს ორივე ადამიანი. და სცენური რადგან არის ვიზუალურად. მოდი დავაყენოთ ის კომპონენტები, რაც ამასთან კავშირშია რა, არის კავშირში სიმპტომი, შენ, გარდაცვლილი მამა და ბიძა. ხო. ნუ სცენა არის, გარდაცვლილი მამა რეპრეზენტატორს ეძახიან, როლს ასრულებს და ბიძა გვერდზე დაწვნენ და სიმპტომი აქაა და კლიენტი აქ არის. ну დგაო ამ სიტუაცია ესეთი კონსტელაციას თქვა განლაგება ესეთი და ფასილიტატორმა სიმპტომის სრულიად გაიყვანა ველიდან ანუ იმ ხო ესმის სივრციდან როგორც კი ეს გაიყვანა ავტომატურად ეს წავიდა გარდაცვლილებისკენ ანუ რისი გაცნობიერება მოხდა და გარდაცვლილები რო იყვნენ იქ საერთოდ არ იყო ესე დამოკიდებულება აქეთ რა გინ ანუ გაუცხოება იყო რომ ჩვენ ნაკი ვართ მაგრამ შენ საით მოდიხარ ანუ ეს მიხვდა რომ ეს სიმპტომი აკავებდა სიცოცხლეში
თორე თავს მოიკლავთ. ჩვენ რო ვებძვით ამას, თუნდაც ნარკოდამოკიდებულებას, ან თუნდაც რაღაც სიმპტომს შეიძლება უარის დავმართოთ, ან თუ ბრძოლაა გამოცხადებული. ანუ რისი ინდიკატორია ეს? ეს ინდიკატორია იმისი, რომ ამას სიცოცხლეში უფრო ნაკლები კავშირი აქვს ადამიანებთან, ვიდრე იმ გარდაცვლილებთან. და სადაც მეტი კავშირია, ბონდია, მიჯაჭულობაა, ხო? იქით მიდის ავტომატურად, იმიტომ სიყვარული იქითაა და აქეთ არა, ცხოვრებაში არ იყო არავინ, ვინც ესეც საყვარელი იყო. ძალიან საინტერესოდ დავინახე ახლა ეს ამიტომ ამ ადამიანს გაცნობიერება მოვიდა დიდი სურათი, big picture, აი ამაში ეხმარება განლაგება, მე უფლება მაქვს რომ ვიცხოვრო. და ჩემი ცხოვრებისკენ უნდა წავიდე. და ეს არ უნდა მქონდეს, რომ დანაშაული შეგრძნება იმათ, რომ მე ცოცხალი ვარ და ისინი მიყვარს და არა ვარ. ხო, ეს უპირობო ლოიალობა ისევ აქ ჩანს და პირველად გააცნობიერა ამ სიმპტომთან დამოკიდებულებაში რა იყო მთლიანი სურათი, ან რა ფუნქცია ჰქონდა ამას. ანუ ზუსტად ეგაა, რომ ფუნქცია რა აქვს, ეს რო გავიყვანოთ, რა მოხდება, ხო? ანუ ვისი დეფეციტი და იქ არის სამუშაო. და კლასიკური ჩვენ ადამიანებს დავანახოთ საერთო სურათი. დიდი სურათი. დიდი სურათი. როგორც ანდრო ამბობდა, რაც უფრო გამოდიხარ, მით უფრო მეტაპოზიციას, ხო? მეტაპოზიცია, მეტაპოზიცია არ უნდა იყოს ძალიან დაშორებული. ხო, თუ ესე ხედავ, ხო, მაშინ პროექციებში ხარ ისე. ანუ გარკვეული მანძილი გჭირდება კარგად ასახქმელად. ანუ ახლო თუ მიდიხარ ძალიან დეტალებში იკარგები და შორს თუ მიდიხარ კონექშენი აღარ აქვს. როგორც გადაღება ისე არის და რაღაც გარკვეულ მანძილზე გაქვს მთლიანი სახქმა უფრო, ხო? ანუ მეტაპოზიცია გჭირდება, გარკვეული ზუმ აუტი გჭირდება, ამასთან რომ დარჩე კავშირში და ზღრული კავშირი იყოს, არც უკავშირობაში წახვიდე და არც ძალიან დეტალებში აიკარგო. აი ეს არის მთელი არტი ამის ყველაფრის. ხო, ანუ ჩვენ ვიდეო კამერასავით არის, ხო. კარგი კადრი უნდა არჩეს, კადრი უნდა არჩეს. ამის თქმაც მინდა და გამახსენე, ნეირომეცნიერაზე ვლაპარაკობთ. ბავშვი რო იბადება და მისი მოთხოვნილებები არ სრულდება, მაგალითად რომ იყო მიღებული, დედას უყვარდა და ის, ბავშვი შედის ესეთ მდგომარეობაში რა. freeze fight flight or freeze. Fight flight freeze. ეხლა ქართულად ვთქვათ. გაიყინე, ან უნდა გაშეშთეს, გაიყინოს, ან უნდა გაიქცეს, ან უნდა თავს დაესხას. იბრძოლოს. ხო. იბრძოლოს. და ამ უბანს ამას განაპირობებს ჩვენ თავში შუატვინი. ჩვენი შუატვინი არის მოგრძო-ტვინი, მოგრძო-ტვინზე არის შუატვინი, ლიმბური ტვინი, რასაც ეძახიან და ზევიდან არის ნეოკორტექსი. ფრონტალურ ნეოკორტექსში ჩვენ გვაქვს რაღაცა შემოვიდა, რაღაცა მოჯახუნდა და უცბად შევშინდი და კარი მოჯახუნდა. ანუ გავაანალიზე რომ კარი მოჯახუნდა, ანუ გადავიტანე ამ უბნიდან, გადმოვიტანე წინ პრეფრონტალურში და გავაანალიზე და всё, შიში გავიდა, ანუ სტრესი შემოვიდა, უცბად გავაანალიზე. ეხლა რა ხდება? ბავშვი რო იზრდება და ყალიბდება, მისი ნეოკორტექსი არ აქვს. ყველამ ვიცით რომ ბავშვი ყიფლიბად ნითიბარება, თითი რო ჩააჭრო, ჩაო. ამიტომ ბავშვს არ აქვს ჯერ განვითარებული ნეოკორტექსი, ანუ არ შეუძლია, ძალიან ხშირად თერაპიის დროს რა ხდება? ვერ არქმევენ სახელებს. ანუ აი გძნობ დანაშაულის გზნობას ან სირცხულს, მაგრამ რატო გზნობ სირცხულს არ ვიცი, იმიტომ რომ ისტორიით ჩამოყალიბების უნარი არ აქვს ბავშვს. პრეისტორიული. ხო, ანუ ვერ აბავს იმ წინადადებებს და ვერ გიყვება იმას. დროის ახმა არ აქვს ეგ ამ ის მოკლედ ესეა და აი ეს დაძაბულობაში სუამ freeze flight და გაყინვაში, გაქცევაში და თავდასხმის აი ამ მდგომარეობაში როცა არის ის სულ გადარჩენის იმაზე არის, წეგარ აქვს რა, ადაპტიურ სტილზე არის რა, უნდა გადარჩეს და მას არ უნვითარდება ნეოკორტექსში ეს უბანი, სადაც სტრესს გადაიტან სტრესს, გაივლის თავში ამ უბანში და всё. გადაჭერა. ანუ დავწყნარდები. ანუ კარი რო ჯახუნდება, მე კი გავაანალიზე რომ ეს კარი იყო, მაგრამ შიგნიდან შფოთვა მაინც რჩება. ხო. აი ეს არის, იმიტომ რომ ვერ ვახერხებ აქედან გამოსვლას. და ანუ რა ხდება ეხლა რომ დავასახელოთ, ხო? დისბალანსი იქნება ჩემს ორგანიზმში, ანუ ჰეტეროსტაზი და ჰომეოსტაზი ვეღარ გადავდება. წარმოგიდგენთ, ეს სიგნალიზაცია რო ჩავრთო ეხლა ოცხახში და სულ სიგნალიზაციის ქვეშ ცხოვრობ. როდის დამშვიდები კაცმა არის. ანუ რაღაც არის და მე ნარკოტიკს ინჯავ, ან რაღაცა მიჯაჭულობები იქ ურთიერთობებზე მიჯაჭულების და გამშვიდა. იმ მომენტში გამშვიდებს. იმ მომენტში გამოდიხარ ხო, იმ მომენტში გამშვიდა, ნარკოტიკს მიიღებ, იმ მომენტში გამშვიდებს. ხო, თორე და იმ მომენტში ფიქრიც
უკვე ფიქრით შეგილია. მაგით ვამბობ, რომ ნარკოტიკმა ტვინი გამისნო. ტვინი კი არ გაგისნა, პროსტა დაგაწყნარა რა. აი ამ მუდმივი შფოთიდან გაგიჩერა ეს მუდმივი შფოთი. მაგრამ რის ხარჯზე? როგორც კი გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან, შფოთი უფრო იმატებს. ხო, რა თქმა მე ისე უფრო იმატებს და ეს ტოლერანტობა იმატებს, შეც მეტი ნარკოტიკი გინდება და უკვე საბოლოო ჯამში, აი ბოლოსკენ უკვე რა, წლები მოხმარების მერე. არა გაკეთე, ანუ ჰომეოსტაში ვეღარ შედიხარ. ხო და ეგრევე ჩდება და კითხვა. სულ დისბალანსში. ეხა ეგრევე ჩდება კითხვა, თუ არა ნარკოტიკი რა შეუძლია მე რომ მამყოფო სიმშვიდეში. ბევრ ამის რაღაცები უნდა მოცადო, რაც სიმშვიდეში გამყოფებს, რომ ნარკოტიკი არ იყოს ერთადერთი არჩევანი. ეს არის იდეა ფიქსი ამას. ხდები? და ნელ-ნელა რესურსების ოთახში შევიდე და რა მომცემს კიდე სიმშვიდეს. ეს იქნება შეიძლება თამაში, გართრის დეფიციტი იყოს, სიმშვიდეს, როდის ვიყავი სიმშვიდეში, რა მაძლევს სიმშვიდეს. შეიძლება ჩემთვის ოთახში რომ თამაშობდი რაღაცებს, შვიდად ვიყავი, არ მადარდებდა არაფერი. ანუ მოდი თამაში შემოვიტანოთ, გართობა შემოვიტანოთ. ან მოდი კრეატიულობა არ მახატინებდნენ არასდროს. სიტყვას მოდი ხა დავიწყო. ანუ ნენელა იყოს ეს, არ ვებრძოლოთ ამას, მაგას ვიძახის. ეს არის ერთი არჩევანი. და არ იყოს ერთადერთი. მოდი არჩევანი შემოვიტანოთ. აი ეს ნენელა ამას არ ნეიტრალებს. და შეიძლება იყოს შვილი მყავს და შვილის მიმართ სიყვარული გამოხატო მეტი. ხო. ეს სხვა არჩევანი ჩემი, ეს ხო გაზრდაა, ჩემი პროცესია. ანუ ამ ნარკოტიკმა ცხოვრების გავლილ ეტაპზე ამან ეს ჩემი ერთ-ერთი გამოცდილება იყო, ხო? და მოდი ახლა შემდეგ გამოცდილება იყო შეიძლება შვილი მყავს, ან შვილები მყავს, სული მყავდა. მოდი შემდეგ გამოცდილება რა იყო, შვილი მყავდა. ვა, რა მაგარია. მიყვარს. სამწუხაროდ ესე ვერ უყურებენ. ანუ თლიან სურათშია ეგეთი ეგ დანახვა არის, იმიტომ რომ ფაქტია ეს. ფაქტი უნდა დაანახო, ფაქტების დანახვა არ გვინდა. ანუ იდეა ფიქს ნიშნავს, რომ ფაქტს არ ვაღიარებ, სამხრივად უყურებ. ანუ perception-ი არის გამოსაწევი აქეთ. რას თაზმ თქვა ახლა, ხო ეს სტრესის დროს რაც არის ამოგდალა, ხო აქტიურებული. ზუსტად ეგ არის და მე რაც არის საღათ აზროვნების და გადაწყვეტის მიღების უნარი გაქვეითებული არის, ხო? ამიტომ ეს ნარკოტიკი მე ამას აწყნარებს დროებითად, მე ისევ ჩაერთო. ამიგდალას აწყნარებს რა, სინამდვილეში. მეც ამიგდალას თიშავს და ხო, მაგრამ საღი აზროვნების და ის დროებითი ფლეშია შეიძლება, რომ ეხლა მე საღათ ვაზრობთ ეს მე ისევ მიდის. ანუ სიმულაცია ხდება იმ გამოსავლის რა სინამდვილეში რა. და მან ხო ის არის პარასიმპათიკური ნერვების ვაგალური ნერვია, პარასიმპათიკური სიმპათიური ნერვი, რაც მთლიანად განაპირობებს ჩემს ასე ვთქვათ, რავი, ოფლი გამომეყოფა თუ მისამაკ რა ქვია, ნებისმიერი ფიზიოლოგიური მოვლენა და მან არის ტრავმათერაპიები, რომელიც არის somatic experience ბეტა-ლევინის, ანუ ნარმი კიდე ლაურენს ელერის და ასე ვთქვათ, მაგ ტრავმათერაპიებში ზუსტად ეგეთი აქცენტი აქვს თანამედროვე მეთოდოლოგიებში, რომ ჩემ ახლანდელი რესურსებით შევიდი ამ ტრამატულ მდგომარეობაში და დავამუშავო ეს. მაგალითად, ერთ-ერთი სავარჯიშო არის რა ბეტა-ლევინს აქვს, არ ვიცი თუ მქონდა ეგ სადმე ვორქშოპზე, მე მგონი არ ქონია. რაღაცა რამოდენიმე წუთის მანძილზე დგები რაღაც პოზიციაში და თავს გზნობ ძალიან ცუდად. ანუ შეიძლება მუსიკის ფონზე გააკეთო, ძალიან ცუდად გზნობ თავს, დაუშვებ ამ სიმწუხარეს და ეგრევე შეიძლება ტერილი წამოვიდეს, რაღაც როცა სიტუაციას უკვე გაიკვირდა, შეიძლება რამალე ვარა აქ. მერე გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან და გადადიხარ სხვა მდგომარეობაში, სხვა წერტილზე, სადღაც სხვა სივრცეში, იქ 1 მეტრით გვერდზე. 1 მეტრით გვერდზე ან 3 მეტრით გვერდზე და იქ ახლა მთლიანად წარმოიდგენ, რომ ძალიან კარგად ხარ. ან დაუკავშირებ თვიში რა იყო, რომ კარგად გამყოფებდა, რა მთლიანად სუნთქავ ამას, ბედნიერი ხარ, აი გაგახსენდა რაღაცა, რაც სიხარულს მათ. გამოდიხარ ისევ აქეთ და რამოდენიმე წუთი აკეთებ ორივეში შემოსვლას. რასაც ეს გახვედრებს, რომ ეს რეგულირებადი არის. და ამის მართვა შეგიძლია. და მე რეალურ ცხოვრებაშიც რო გემართება, ანუ იგივე საკეთებ. იცი რომ ეს რეგულირებად რაღაცასთან აგაკო ნავარჯიშები და არ არის საშიში. და არ არის ეს რომ რაღაცაში ჩავარდი, იმიტომ რომ ეს ერთი ასპექტია და შენ ნეიტრალური ხო, რომელიც არეგულირებს ამასაც და იმასაც. ანუ detachments გიკეთებს რა ორივეზე რა. ეს არის რესურსებზე ორიენტირებული ტრავმათერაპიის. ანუ ეგეთი რაღაცა არის, რომ ეგ ბევრი ეგეთი სავარჯიშოები აქვს, მაგრამ ეს ერთ-ერთი თქვი ხარ, რომ აი ამ ზუსტად ამ ამიგდალას აწყნარებს. ხო და ეს რას გუშვება, იცი, ანუ აი ნახე, პირიქით რო აღხდება, იცი, აი მაგალითად წარმოვიდგენთ, ხო, რომ აი რესურსულ მდგომარეობას. ხო, აი რესურსულ მდგომარეობას. შანსი არ არის, რომ ჩვენ გადავრჩენილიყავით
ფიზიკურ სიკვდილზე ვიძახი ახლა, რომ გადავრჩენილიყავით ისე რომ ვიღაცა არ ყოფილიყო ჩვენ ცხოვრებაში, ვინც უპირობოდ მიგვიღო, შეგვიყვარა, გვერდზე გვედგა და რაღაცა შეიძლება ყოფილიყო მასწავლებელი, შეიძლება ყოფილიყო დედმამიშვილი, მეგობარი, აუცილებლად გვაქვს ეს გამოცდილება. ძაღლი, ცხოველი, კი. ანუ ნებისმიერი რამ, ანუ გარე რესურსი, რაც შეხვდა ცხოვრებაში. რაც მე ემოციურად უსაფრთხოდ მომყოფებდა. შეიძლება ადგილი იყო ეს. ხშირად არის რომ ადგილს ახატინებთ ხოლმე, ხო? ხშირად არის რომ უსაფრთხო ადგილის დახატვა ძალიან სიტუაცია, მეხსიერება, გახსენება რაღაც. რას ნიშნავს? რომ კი არ წარმოვიდგინო, ანუ გაიხსენე, ესე იგი შენს გამოცდილებაში ყოფილა ესეთი რაღაცა. აი შენ რო თქვი რომ რა შეიძლება აი ნარკოტიკის გარეშე, აი ეს ხდება რა. მუდმივად ნარკოდამოკიდებულს რა უნდა რომ წავიდეს ამ ნარკოტიკისგან. იცის ეს გზა. და დაინახე. მოდი უთხრათ, აი ზუსტად უთხრათ ნარკოდამოკიდებულს, რომ ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია თუ ამ გზებსაც წარმოიდგენ. ეხლა ყველა ალბათ ვერ გაივლის რეაბილიტაციას და შინაგან ბრძოლაში იქნება, მაგრამ უნდა რომ თავი დაანებოს, უნდა რომ სხვა გზები ნახოს. ერთ რაღაცას ვიტყოდი კიდევ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ნარკოდამოკიდებული ხო ჩანს, რომ ის რაღაცაზეა დამოკიდებული ნივთიერებას. ხილული ხილულად ჩანს, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არ არის დამოკიდებული, ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი ესეთი მიჯაჭვულობა რაღაცას. ანუ განსხვავება საერთოდ რომ ჩვენი ხილული არ არის. და შეიძლება ესეთი დესტრუქციული არ იყოს, მაგრამ რო გულწრფელად დავიდო გულზე ხელი და თქვა მე რაში ვარ შინაგანად ნარკოდამოკიდებული, ოღონდ ნარკოტიკზე კი არ რაში ხო? ძალიან ბევრ ამას აღმოაჩენი. ანუ განსხვავება არ არის. ანუ ყველას მართებს ეს. ამ პლუსი ბენეფიტი ისა რომ ეს ჩანს მაინც. და ზოგადად ადამიანში არ ჩანს. ეგ არის განსხვავება. თორე განსხვავება და ის არის კიდე რომ თვითდესტრუქცია ამ სხეულს აზიანებ, მაგრამ მე ფსიქიკას ვაზიანებ ამითი შიგნით. ანუ ერთნავში ვზივართ. ხო და ეს ნარკოდამოკიდებულება გახდა ნარკომანია გახდა შეურაცხყოფელი სიტყვა საზოგადოებაში და მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც არ არიან ნარკოდამოკიდებულები. შეიძლება შენ უარესი იყო, ვისაც ნარკომანს ეძახი. სწორი დამოკიდებულება, რაც აწეღან ყვავილის ანალოგია, რომ თუ დამჭკნარია ყვავილი, შენ იმას შეხედო და ფურ აზგავს ეს ყვავილი. ხო და ესე ვაკეთებთ. ხო, ეგ არ არის მართებული, ჩემი მხრიდან მართებული ის არის, რაც მე შემიძლია ყვავილს გავუკეთო წყალი დაუსხა. ჯაჯმენტობა უფრო მაგარი ნარკოტიკია, ვიდრე ის ნარკომანია, იმიტომ რომ ის თავის თავს აზიანებს და ეს სხვას აზიანებს. ერთ-ერთი თერაპიული განხრა არის internal family system therapy, სადაც რიჩარდ შვარცის არის ეს თერაპია და როგორ ყოფს ადამიანს. ესე იგი არისო რაღაცა პროტექტორებიო, ანუ დამცველი ნაწილებიო, არისო და არისო ეგზაილები, ანუ გარიყული ნაწილები რა, მაგალითად სირცხვილი რაღაცა ჩემი რაღაცა და რისი განცდაც არ მინდა რა, აი ის ნაწილი და ჩემს ორგანიზმს ვიცავთ ეს პროტექტორები. აი პროტექტორები ზუსტად იყოფა ორად. ერთი არის ბლეიმერი, ან people pleaser-ი, ან ბლეიმერი, ან დამბრალებელი. people pleaser-იც ხო ბევრ შემთხვევაში მე პასიურ აგრესიაში გადადის რა და აქეთ ხარ ეს არის რადიკალები, ანუ აი destruction, ყურადღება რო გადაიტანოს რა, ანუ ყურადღების გადამტანი ნაწილები რა, მაგალითად ალკოჰოლი, შოპაგოლიზმი, რადიკალური ნაწილები, ხელების გადაჭრა, binge eating-ი და ასე შემდეგ. რა ნებისმიერი რამ, რაც I am exiles, ანუ ამ გარიყულ ნაწილს არ უშვებს სისტემაში. ანუ მთელი ბრძოლა მიდის აი ისე ვიქრა, რომ გარიყულ სისტემასთან და არის მეოთხე ნაწილი, რესურსული ნაწილი, self-ის ნაწილი ქვია, რომელშიც არის ეს ცნობის მოყარეობა, კრეატიულობა, სპონტანურობა, joyfulness, ანუ აი სიცოცხლისადმი სიყვარული და ასე შემდეგ. და აი через აქედან უკავშირდები ყველაფერს. აი ამ მეტაპოზიციიდან, ასე ვთქვათ, ამ self-ის პოზიციიდან იწყებ აი ამ ყველა შენ ნაწილთან კავშირს რა. აი ზუსტად ამის ეს კაი, ეს მივხვდი რა სიღრმეშიც და რასაც იძახდა მოგშა რომ ბლეიმინგი და ნარკოდამოკიდებულება ზუსტად ერთი ის არის რა, ერთი სამწუხაროდ ეხლა არ მგონია რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს რა თეორიასაც ვანვითარებდით. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ძირითადი პრობლემა განათლებაშია. მე უყურონ ჩვენ პოდკასტებს უნდა რა. ჯობია რომ უყურონ, გამოიწერეთ ჩვენი პოდკასტი და ლაიქეთ, დაწერეთ კომენტარები, რაც გინდათ ის დაწერეთ. სხვათა შორის პირველი პოდკასტი სუ იმაზე გვაქვს ჩვენს ბაზისურ მოთხოვნილებებზე, სტეფან შტალის წიგნის მიხედვით გვაქვს. მე ამ კონტრდამოკიდებულებაზე და თანადამოკიდებულებაზე გვაქვს
შეუძლიათ ნახონ და აქამდე მოვიდნენ. ხო, აქამდე მოვიდნენ და ამის გაგება მართლა ის რაღაცაც ნარკომანი სიტყვა ცუდად არ მოიხსენიონ და ადამიანს შეურაცხყოფა არ მიაყენონ. აი ეს ძალიან ძალიან გვჭირდება ჩვენ ადამიანებს, რომ ეხლა ავანტყოფი რო ეძახოს ექიმა იმას ავანტყოფი ხარ, ნუ ეხლა აი ჰუმანისტური პაციენტია ის და რა ავანტყოფი ექიმისთვის და ჰუმანურად თუ მოიქცევით მთელი ერი და ერთმანეთს გვერდში დაუდგებით რაღაც პრობლემების ბრძოლასთან კი არა გადაჭრაში. რავი, მე მგონია რომ ცოტათი მეტ ბედნიერება შევიტანთ ერთმანეთის ცხოვრებაში. კი, ნუ კარლ როჯერსაც ჰქონდა თვითონ სიტყვა პაციენტი და კლიენტიც კი ამოაგდო ლექსიკონიდან. ანუ თქვა რომ მე და შენ თანაბრები ვართ და არ ვიცით სად ვიმოგზაურებთ, მოდი ერთად ვიმოგზაუროთ. აქ ჩდება ნდობა. და ზუსტად ეს არის რას კურნავს და არა მეთოდი. თუ დამოკიდებულება არ მაქვს ამასთან და იმიტომ რომ როგორც კი შემოდის პაციენტი, როგორც კი შემოდის კლიენტი, ხო, ეს უკვე განსაზღვროს იმას, რომ ვიღაცა მეტია რომელმაც იცის და ეს არის დაბლა, ხო, რაღაც. ამან თანაბრობა შემოიტანა ზუსტად რაც შენ თქვი, ეს თანაბრობა არის ზუსტად ის, რომ მე მიღებული ვარ, ესეთი როგორც რომ მიუხედავად ჩემი ანუ დეფიციტებისა, ხო? ვიღაცას მთლიანად მიღებული ვიყავ. ანუ ეს სიტყვა ტერმინოლოგიაც კი ამოაგდო, ანუ აქ ჰუმანისტური დარგის ფსიქოლოგია სრულიად განსხვავებულად მიმდინარეობს. ხო და სამყაროში სადაც ბალანსია, სამყაროში რა ცხოვრებაში სადაც ბალანსია, იქ ყველაფერი კარგად არის. ანუ სამართალიც არის, იმას რო უჭირავს რის. პისასტორის პინები რატო არის თანაბარი? იმიტომ რომ ესე უნდა იყოს. არც ერთი ვიღაცა ზემოთ არ უნდა იყოს და ვიღაცა ქვემოთ არ უნდა იყოს და ქრისტიანობაც მაგას გვასწავლის, რომ უნდა მივიღოთ ადამიანები და ზუსტად ისე უნდა ველაპარაკოთ, როგორც საკუთარ თავს დაველაპარაკებით, შვილებსაც უნდა მოვექცეთ, როგორც თანაბარ ადამიანებს, უფროსებსაც ესე უნდა მოვექცეთ და რა ვიცი, მგონია რომ პატივისცემა გადაგვარჩენს თავიდან ბოლომდე და ეს მიჯაჭულობა, კარგი თუ გახდება, კაი მიჯაჭულობა თუ იქნება, რა ჯობია რომ ჯანსაღი ბუნებრივი. რომ შევაჯამოთ, ძალიან საინტერესო იყო და კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ სხვა თემაზე სასაუბროთ, ძალიან დიდი სიმპათია ჩემგან, იმიტომ რომ ძალიან ისეთი კარგი სტუმრები ყავს ხოლმე და ერთ-ერთი საუკეთესო პოდკასტს წერთ ახლა ვფიქრობ დღეს ძალიან და თან მონატრებული გვაქვს ორი თვე არ ჩაგვიწერია და მონატრებული გვაქვს ამ თემაზე საუბარიც, მინდა რომ ბევრი ველაპარაკოთ საზოგადოებას, ეხლა ჩვენ რაღაცა ჩაკეტილ იმას რაღაცა კლიტე გვაქვს და რაღაც ვეჯაჯგურებით და ცოტათი გახსნილი გვაქვს რა და გვინდა რომ აი ბოლომდე გაიხსნას და ამ თემაზე უკვე საუბარი თითქმის გაიხსნა და კარგია ბევრმა ადამიანმა ილაპარაკოს, ოღონდ რაღაც სისულელების ილაპარაკოს, ოღონდ რაღაც ტკივილს და ტრამვებს ნუ მიუტანს ადამიანებს და ნუ პროპაგანდას ნუ გაუწევს ნარკომოხმარებას. მეტი კეთილგანწყობილება. რო შევაჯამოთ აი ეს პოდკასტი თქვენი აზრით აი რა შევქმნით დღეს აქ. პირველ რიგში ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამაში ჩემი წვლილი და გაზიარებაც ძალიან მესია მონა. პირიქით თქვენ დიდი მადლობა რომ გვეხმარებით. და წარმატებებს გისურვებთ და რაც ახლა ამ პოდკასტში იყო ალბათ ესე იყო საჭირო პირველ რიგში დიდი შემოგვით გეწვევით კიდე და ვილაპარაკებთ სხვა თემებზე როგორც არის სისტემური განლაგების კიდე უფრო ტრანსგენერაციული თემები მასაც შეიძლება გავლენა ქონდეს თუნდაც ამ ნარკოდამოკიდებულებასთან და ბევრ საინტერესო თემებთან. იდენტიფიცირება ვიღაცა მამასთან, ბიძასთან, რომელიც მომხმარებელი იყო, არღიარებული ნარკომანი მამა სახშინა, თერაპიებიც ამნიშნულოვანი. წაგვიყვანს. მოდი შეაჯამე პატარა. შევაჯამებდი ესე რომ ძალიან ღია საუბარი იყო, ძალიან ბევრის მომცემი იყო, ძალიან ბევრი რამე გავაჟღერეთ. ცოტა გადაუხვევთ გავაგჟღერეთ და უტრიალებდით ნარკოდამოკიდებულების თემასთან და მიჯაჭულობასთან უტრიალებდით და ჩემი აზრით ადამიანი რაღაცას გაიგებდა აქედან რა ესე შევაჯამებდი მე და ძალიან გამიხარდა რომ მოხვედით. მე ძალიან გამიხარდა. ხო და მე დასასრულისთვის აი სულ ფიქრობდი ამ პოდკასტის თავიდანვე ეგრევე შემოვიდა რომ ნარკოდამოკიდებული არის რაღაცა თუ ფიქრობს ნარკოდამოკიდებული არის ნარკოტიკის ტყვე მე ვეტყოდი რომ ესე არ დაბადებულა ეს ადამიანი ტყვეთ არ დაბადებულა უბრალოდ მან გადაუხვია იმ გზას მეორე ოთახში შევიდა მესამე ოთახში ანუ საკუთარ ბედნიერებამდე მისასვლელ გზას გადაუხვია და აუცილებლად შეუძლია ისევ გადმოუხვიოს ისევ სწორ გზაზე დადგეს და ის აუცილებლად მივა თავის ბედნიერებასთან თუ სხვა გზების პოვნასაც დააპირებს. ძალიან დიდი მადლობა
ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიძელით, მოგვისმინეთ. მგონია რომ საინტერესო იყო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და უფრო ბევრ საინტერესო ვიდეოებს დავდებთ. მადლობა.